მოგესალმებით. დღეს მაქვს ფეხის დღე, უკანა ნაწილი. ხო და სანამ ვარჯიშს დავიწყებ, ვაკეთებ ეგრეთ წოდებულ swing-ებს, kettlebell swing-ები. გირით კეთდება და ცოტა crossfit-ულ სტილში მინდა რომ დავამოღამო სწორად კეთება. ანუ არ მინდა ხელით ავწიო რა. აი მოძრაობა ესე გესდება დაახლოებით. თან თავი მткиო. ხო და ამ მოძრაობის დროს იდეაში ხელები არ უნდა იყოს ჩართული და მარტო ფეხები და უკანა ჯგუფის კუნთები უნდა იყოს ჩართული. hamstring-ის კუნთები და დუნდულა კუნთი. და მაგ მოძრაობის დამოყენებას ვცდილობ. თავი რომ მткиო ახლა თან დაბლა ვიხრები, მით უმეტეს უფრო მткиვდება. ამიტომ კიდევ ერთ მოძრაობას გავაკეთებ ამას და მე უკვე გადავალ უშუალოდ ვარჯიშზე. თან გონი ბოლო ვიდეოც იგივე კუნთებზე ვარჯიშე და დღეს მაინც და მაინც ვარჯიშებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას. თუ ვიდეოს აწყობა გამომივიდა და ძირითადად ვისაუბრებ გარკვეულ თემებზე და არა კონკრეტულად ვარჯიშებზე. როგორც აკეთებენ ხოლმე პროფესიონალები, ოდნავ მუხლებში ჩადიან. რა სკვათი არ უნდა იყოს, მაგრამ უკანისკენ გახვიდე რომ თანოდროვ მუხლებში ჩაუშვდე. თუ გაშალო მენჩი. და იმ მაგ მოძრაობის დამოყენება მიჭირს მაგ მომენტის. დანარჩენი თითქმის ყველაფერი კარგად გამოს. ხუთასმენებით სიმღერა და მაქვს ჩართული ისე მიგეთია რომ დაფაროს გარშემო ხმაო თუ თავს მატკიებს ეგრეს. იდეაში ახლა ხელებს ნაკლებად გძნობ. იმ კუნთებს გძნობ, რომელიც მე ვიცი, მაგრამ ტექნიკურად მაინც რაღაც დახვეწა მჭირდება. გასახურებელ სეტებზე მინდა 1-2 სიტყვით, მანამდეც კი მაქვს ბევრჯერ ნათქვა თქვენს რომ ის რომ გასახურებელ სეტებში ძალიან არ უნდა იღლებოდე. ხო და იდეაში რაც ახამდე ვიღლებოდი ხოლმე, მაგრამ გასახურებელ სეტებში შევცვალე ის რომ რაოდენობა ძალიან დავაკელი რა. და ჩემი მოსწავლის დამსახურება ეს. დათოს დამსახურება, იმიტომ რომ ანუ დათოსგან ძალიან ბევრი რამე ვსწავლობ რა. რაღაცა ახალს იზავს ან იტყვის, მახულობ და ანუ სულ science based რაღაცეებით ა. ხო და გახურებაზე რა შევცვალე. შეიძლება გახურება მაგალითად ჩაჯდომზე ან leg press-ზე რამე მძიმე უფრო კომპლექსური ვარჯიშებზე, სადაც მძიმე წონების დადება შემიძლია, მათ ხვდებოდი ხოლმე მაგალითად ჩაჯდომი რა ვიყოთ. პირველ გავაკეთებდი 800-ს, მერე გავაკეთებდი 6-ს, მერე 3-ს, მერე 3-ს ან 1-ს და ანუ ესე ნერინად ჩამოვყვებოდი რაოდენობაში, მაგრამ ეხლა ძალიან ცოტა გასახურებელი მისვლას ვაკეთებ და ვაკეთებ შეიძლება გავაკეთო 3, 2 ან 1 რა. არ ვიძახი პირველი ჯგუფის კუნთებზე და არ ვიძახი ამ პირველი ჯგუფის კუნთების პირველ ვარჯიშზე. იმიტომ რომ მაგალითად leg press-ი ახლა ამის წინ გავაკეთე გასახურებელი ერთი სეტი ის არ გადამიღია და გავაკეთე 2-20-იანები 80 კილოთი, პლატფორმა რო ჩავთვალოთ. 80 გავაკეთე რამეჯერ 8-ჯერ დაახლოებით. ეხლა ძალიან ცოტას გავაკეთებ რა, 3-ს გავაკეთებ, ან 1-ს გავაკეთებ და ანუ 1-ს აკეთებენ ხოლმე და ერთებით და ორებით აყვებიან ხოლმე სამუშაო წონებამდე. იმიტომ რომ კუნთი არ დაიღალოს. ეხლა სამუშაო სეტამდე შეიძლება კიდე ერთი გასახურებელ სეტი მომიწიოს, ამიტომ რაოდენობები ბევრი ვარ გამომივიდეს და ბევრ რაოდენობებში რო დავიღალო და გათიშვა რო არ მოვიდეს მე შესაბამისად მალე მაგიტო გასახურებელ სეტებზე რაოდენობებს მე მაგალითად დავაკელი ძა. ეს იქნება ბოლო გასახურებელი სეტი და გავაკეთებ ერთხელ და ამის მერე უკვე სამუშაო სეტები.
წეგან კი ვთქვი სამუშაო სეტებზე სანამ გადავალთქო, მაგრამ სამუშაო სეტი უფრო ვიგულისხმიან მხოლობითში, იმიტომ რომ სამუშაო სეტები ჩევამცირე რა. აქამდე თუ ვაკეთებდი 2 და 3 სამუშაო სეტი, ახლა ძირითადად 1 ან 2, მაგრამ უფრო მეტად 1 სამუშაო სეტს ვაკეთებ ხოლმე. როგორც თქვენ გითხარით, შევამცირე გამეორებების რაოდენობა და შევამცირე სეტების რაოდენობა. წარსული გამოცდილება მაქვს სამჭიდზე ვარჯიშის დროს ცოტა გამეორებებში მუშაობის, ანუ 6-მდე გამეორებებში მუშაობის გამოცდილება მაქვს. კარგი ეფექტი და კარგი შედეგი მქონდა ზედატანისთვის, მაგრამ იმის მიუხედავად რომ ფეხების ძალა გავზარდე და ფეხებზე ჩაჯდომზე მაგალითად მძიმე წონების კეთება შემეძლო, ანუ ფეხების ჰიპერტროფირება კარგად ვერ მოხდა, ამიტომ ცოტა მეჭვება ის თუ ფეხებზე ცოტა რაოდენობა, ცოტა მისვლა როგორ შედეგს მომცემს. სხვა მხრივ იდეაში კარგად მუშაობს ეს, იმიტომ რომ თუ მუშაობს კარგად დაბალი გამეორებები ძალაზე, შესაბამისად ძალის ზრდა ნიშნავს, რომ ეს ანუ იმუშავებს კარგად ჰიპერტროფიაზეც, ანუ კუნთის მასის ზრდაზეც. ბევრი ახალი ინფორმაცია წამოვიდა იმაზე, რომ უნდა იმუშაოთ ცოტა რაოდენობაში და ცოტა გამეორებაში. აქამდე მაგალითად მე თუ მუშაობდი 12 სეტზე, 12 სეტს თუ ვაკეთებდი დაახლოებით ესე გამომდიოდა ხოლმე კვირაში ერთ კუნთზე, ძირითადად ასე, იმიტომ რომ დიდ კუნთებზე განსაკუთრებით რა, იმიტომ რომ მაგალითად 4 ვარჯიშს თუ ვაკეთებდი, მაშინ 3 სამუშაო სეტს თითოეულზე და თუ 3 ვარჯიშს, მაშინ 4 სამუშაო სეტს, ანუ ჯამში 12 ვარჯიში გამომდიოდა ერთ დღეს, ერთ კუნთზე და კვირაში ერთი კუნთი გამოგვდიოდა. ანუ ჰიპერტროფია და კუნთის ზრდა ამას მოყვებოდა და ეს ფაქტია რა, ჩემი მოსწავლეები ამის მაგალითი არის. მაგრამ იმას რომ კვირაში 2 დღე ვივარჯიშო და იმას რომ ვარჯიშები არა უმეტეს 10 ვარჯიში გავაკეთოთ ერთ კუნთზე და არა ნაკლებ 4 ვარჯიში, ანუ შეიძლება ამას უფრო მეტი კუნთის ზრდა მოყვეს, ვიდრე იმას რომ აკეთო კვირაში ერთხელ და აკეთო უფრო მეტი გამეორება და მეტი მისვლა. ხო, ნუ დღევანდელი 14-16 წლის TikToker-ები და ძალიან კაი ინფორმაციას გვაწვდიან, სხვადასხვა და science based ინფორმაციას. და ანუ ჰაერიდან არ ლაპარაკობენ რა, იმიტომ რომ კაი მტკიცებულებები მოყავთ, კაი რაღაცებს ლაპარაკობენ. სარკოპლაზმური რეტიკულუმიო, იონური არხებიო, კალციუმის იონების როლი კუნთის მუშაობაში და კუნთის გათიშვაში, ანუ ეს სისტემებია, რომლებზეც ლაპარაკობენ და ეს ადამიანები იდეაში განათლებით, ანუ ამაზე ინფორმაცია არ უნდა ქონდეს. ამაზე ინფორმაციას თუ იძიებენ, შესაბამისად ამაზე ინფორმაციას იძიებენ, იმიტომ რომ აინტერესებს. შესაბამისად ამას არ იზეპირებენ, უბრალოდ ამას გაიაზრებენ და ისე სწავლობენ, ხო? შესაბამისად ამ ხალხს უნდა დავუჯეროთ, არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისე რომ ხელი ვკრათ და ეს ინფორმაცია თქვა არ მოვისმინოთ, ანუ არ შეიძლება რა. გასაგებია რომ გვაქვს წარსული მეცნიერულად დასაბუთებული კვლევებიც, გასაგებია რომ გვაქვს ამ წარსულ მეცნიერებაზე და დაარსებულ კვლევებზე კარგი პრაქტიკა და გამოცდილებას და კუნთები გაგვიზარდა, მაგრამ დღეს მაგალითად სხვა რაღაცას გვეუბნება ეს მეცნიერება და დღეს ამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახალგაზრდები ვითარდებიან და თან ძალიან მაგრად ვითარდებიან რა. შესაბამისად მე მაქვს მიზეზი იმისა, რომ ამ ხალხს მოусმინო და კარგად გავიაზრო რა და ისე რომ ამ ინფორმაციას არ მოусმინო, ისე რომ აი მე ვიცი და შენ არ იცი, ანუ ესე არ ვაკეთებ ხოლმე და რაც ვფიქრობ რომ ჩემ თავში რომ ანუ ეს ძალიან კარგი თვისება მაქვს. ხო, ანუ ამ ეტაპზე ისე ვარ განწყობილი რომ ამ ადამიანებს უსმენ და
ძალიან მალე ვფიქრობ, რომ გადავალ ისეთივე ვარჯიშებზე, როგორც ვარჯიშობენ ესენი. ეხლა უკვე მაგალითად კვირაში ორჯერ ვარჯიშობ, ახლა უკვე მაგალითად 10-ზე მეტი სამუშაო სეცარ ვაკეთებ ერთ კუნძზე და თითქმის 10 არც გამომდის. და ხო, გამეორებებს რაც შეეხება, გამეორებები ძალიან დავაკელი რა. ანუ თითქმის უკვე ამ რელსებზე ვარ გადასული. ბოლომდე არა, მაგრამ კარგად ვარ გადასული. ანუ ბოლომდე არა, იმიტომ რომ მათი გაგებით bro splits ვაკეთებ, ანუ push pulls ფეხებს და მაგას ვაკეთებ. ანუ კვირაში გამომდის ერთი კუნთი ორჯერ, მაგრამ არ ვაკეთებ ზედატანს, ქვედატანს, ანუ ბევრი ვარჯიში გამომდის რა. როგორც ხედავთ, გასახურებელ სეტებს ვაკეთებ ძალიან ცოტა სეტებში ვაკეთებ ძალიან ცოტა გამეორებას, ერთს, ან ორს, ან სამს. პირველი შეიძლება ცოტა მეტი გავაკეთო. იმიტომ რომ კუნც არ უღლი, ხო. ეხლა მაგალითად რა, ან რა ინფორმაციასაც გვაწვდიან ეს ახალგაზრდა ტიქტოკერები, ანუ მაგათზე ვარ ჩაბღაუჭებული და ანუ მაგათ ვიკვლევ ძალიან სიღრმისეულად რა. ერთი ბოლო 2-3 დღეა სულ სამეცნიერო ნაშრომებს ვიწერ და იმ თვალიერებაში ვარ და შეიძლება მაგიტომაც მტკივა ახლა თავი დღეს და გუშინას მტკიოთ. მაგრამ ანუ ერთი ის არის რომ მაგალითად ახლა ამ ბოლოს ახალი კვლევა დაიდო frequency და volume-ზე, ანუ სიხშირეზე თუ რამდენად ხშირად ვავარჯიშებთ კუნთის ჯგუფებს კვირაში მაგალითად, volume-ზე, ანუ თუ რამდენად მეტ გამეორებას გავაკეთებთ, სეტების რაოდენობაზე იყო საუბარი. გააჩნია რამდენი კვლევა იყო, რამდენი მონაწილე იყო და ამ ყველაფერს გააჩნია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კიდე იმას აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად ნავარჯიშები ადამიანები იღებენ ამ კვლევაში მონაწილეობას თუ უვარჯიშებელი ადამიანი, იმიტომ რომ მაგალითად უვარჯიშებელ ადამიანს ბევრად მეტი პროგრესი და ჰიპერტროფია და კუნთის ზრდა ექნება. ვიდრე მე მაგალითად, იმიტომ რომ ჩემთვის კუნთის ზრდა უკვე შედარებით კი არა ბევრად შენელებულია და ბევრად სრულ პროცესებთან არის დაკავშირებული და მაგასაც შეიძლება მიუბრუნდეთ მომავალში და ახსნათ რატო. ხო და მაგას აქვს მნიშვნელობა, კიდე იმას აქვს მნიშვნელობა მაგალითად აქამდე კვლევებში თუ მხოლოდ კუნთის ვარჯიშზე გულისხმობდნენ და მხოლოდ აგონისტ კუნთებს, ანუ მაგალითად dumbbell press-ის დროს თუ dumbbell press თვრიდნენ მხოლოდ მკერდის ვარჯიშად რა. ეხლა მაგალითად dumbbell press-ი მკერდთან ერთად ხო ავარჯიშებს ტრიცეპს რა. ხო და სამ ნაწილად გაყვეს. X რას ტრიცეპს ავარჯიშებს, ტრიცეპსი მთლიანად გაიყვანეს, მეორე შემთხვევაში ტრიცეპსი ნახევარ სეტად გაიყვანეს და მესამე შემთხვევაში ტრიცეპსი საერთოდ გამოდის. ანუ უყურე, შენ თუ აკეთებ მაგალითად 10 set dumbbell press 10 ბევრია. მაგალითად შენ თუ აკეთებ 6 set dumbbell press. ტრიცეპსის შემთხვევაში ეს ერთ შემთხვევაში გადიოდა რომ 6 სეტი ტრიცეპს მას იმუშავა. მეორე შემთხვევაში და ყველაზე ადეკვატური ალბათ ეს იქნება რომ ვინაიდან სინერგისტია და ეხმარება და დიდი ძალა არ მოდის ამ კუნძზე, ტრიცეპსი მეორე შემთხვევაში გაიყვანეს როგორც 3 სეტად, ანუ bench press შემთხვევაში, ანუ გაანახევრეს, იმიტომ რომ სინერგისტია მხოლოდ ეხმარება, მაგრამ რაღაცა მუშაობას მაინც ხო ასრულებს. აქედან გამომდინარე ეს ბოლო დადებული კვლევა, რომელი კვლევაც ძალიან ბევრ ინფლუენსერს, ტიქტოკერს და ანუ ამ ვარჯიშთან დაკავშირებულ ტიპებს მოყავთ ხოლმე, არის ძალიან კარგი და ძალიან სარწმუნო და ძალიან კარგი ინფორმაციას გვაქვს, მაგრამ ამასაც ყველა სხვადასხვანაირად იგებს რა. მაგალითად ამ კვლევამ დაადგინა ის, რომ 4 სეტი არის კვირაში 4 სეტი არის ის რაოდენობა, რომელიც საჭირო არის, რომ მინიმალური საჭიროება, რომ კუნთი ჰიპერტროფირდეს. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ 4 სეტი უნდა აკეთო, ანუ 4 სეტი მინიმუმ უნდა აკეთო და დაახლოებით ამ კვლევამ აჩვენა, რომ 10 სეტი არის ის რაოდენობა, რომელიც ყველაზე მეტ ჰიპერტროფიას იძლევა. ხო და იდეაში უნდა შეგვეძლოს ამ კვლევების ჩვენ თავზე კარგად მორგება, იმიტომ რომ მაგალითად ამ კვლევაში თუ იღებდა 1000 რაღაცა მონაწილე, ანუ ერთმა 10 სეტში აჩვენა ყველაზე მეტი ჰიპერტროფირება, მეორემ 6 სეტში, მესამემ 12 სეტში, ანუ ესე მაინც ვერ განაზოგადებ ესე მარტივად რა, იმიტომ რომ ინდივიდუალურია მაინც ყველაფერი და ყველაზე მნიშვნელოვნად რო ავიღოთ მაგალითად ყოველთვის კუნთის ზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის წონების ზრდა. სავარჯიშო წონები უნდა ზარდო. ანუ სხვა შემთხვევაში შენ კუნთს ვერ გაზრდი, რაღაც ეტაპამდე გაზრდი, მაგრამ მინიმალურად და ამას განვითარება ვერ მოყვება.
სავარჯიშო წონები უნდა ზარდო იმისთვის რომ განვითარდე, იმისთვის რომ კუნთი გაიზარდოს. სხვა შემთხვევაში შენ სიხშირეს შენ კვირაში ერთხელ გააკეთებ, ორჯერ თუ სამჯერ ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს. სეტების რაოდენობას 4-ჯერ გააკეთებ, 5-ჯერ თუ 10-ჯერ 4-დან 10-მდე არის ნორმა, მოდი, რა ვთქვათ. სუსტი ციფრები, ცუდია სუსტი ციფრებზე საუბარი, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ. ხო და 4-ს გააკეთებ თუ 6-ს გააკეთებ, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სავარჯიშო წონების ზრდას. დღეს მაგალითად იმასთან სიზახიან, რომ ანუ პროგრესული ზრდა კი არა ზრდის კუნთებს, არამედ კუნთების ზრდა არის პროგრესული ზრდის გარანტი. ანუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მიზეზი არის რომ კუნთი გეზრდება და შედეგი არის პროგრესული ზრდა. ეხლა სამუშაო სეტი და ეგა კიდე ერთი მომენტია რომ ეს ხალხი ეს ახალგაზრდა ტიქტოკერები full bodies და სერა და ქვერეტანის მოყვარულები უპირისპირდებიან ძველ ტრენერებს, კუნთიან ტრენერებს, ბოდიბილდერებს კარგი არგუმენტებით, რათა კაი მძიმე არგუმენტებით, ისე რომ სულ არგუმენტებით საუბრობენ და რაც ძალიან მაგარია. უპირისპირდებიან თუ უპირისპირდებიან, იმიტომ რომ მე ძველების რიგში გავდივარ იდეაში. ხო და თან ერთი ისიც არის რომ კვლევები მაგალითად შეიძლება იმასთან სამართლებდეს იმასთან. ერთი კვლევა შეიძლება ამართლდეს იმას რომ ჰიპერტროფია მაგალითად ძველი კვლევების თანახმად მოდის. მნიშვნელობა რა შენ 15-ს გააკეთე, 15 გამეორებას გააკეთე ერთ-ერთი თუ 30 გამეორებას თუ 5 გამეორებას, ანუ ჰიპერტროფია მოვა სამივე შემთხვევაში თუ შენ აკეთებ გათიშვამდე რა. იმიტომ რომ მნიშვნელობა აქვსო მაგალითად ბოლო 5 გამეორებას და შენ ახლა 5 გამეორებას გააკეთებ თუ 15 გამეორებას გათიშვამდე ან რეზერვში მოიტოვე ბერწს ან ნოლს, ანუ ჰიპერტროფირებადი და კუნთის ზრდის გამომწვევი იქნება ბოლო 5 და თუ 5 გააკეთებ ეს 5 იქნება. ოღონდ თუ 5 გააკეთებ, სადაც რეზერვი არ შემოგრჩება და ერთ შემოგრჩება, ხო? მე მაგალითად შემიძლია რომ ჟიმზე პირველი 100 კილო გავაკეთო 15 ჯერ და მეორე სეტზე გავაკეთე მხოლოდ 5. ხო და ამ 15 პირველი 15-დან ბოლო 5 შეიძლება იყოს ჰიპერტროფირებადი და მეორე სეტის არც ერთი შეიძლება არ იყოს ჰიპერტროფირებადი, იმიტომ რომ კუნთი უბრალოდ დაიღალა და შესაბამისად ბევრი მოტორული ერთეულის ჩართვა ვერ მოხდა, კარგი იმპულსი ვერ გატარდა და შესაბამისად ჰიპერტროფირება ვერ მოხდა კუნთში რა, მარტივად რომ ვთქვათ. მომზიდველზე კიდე ერთი სეტი და ეგ იქნება არა წვივი მინდა მე და ამით დავამთავრებ. კიდე მაგალითად ის რომ აქ შეიძლება ხშირად გვესმის პამპის მაგამ პამპზე რა. კაი გასაგებია რომ პამპი არ არის კუნთის ზრდის გამომწვევი, ვერც იქნება. ეხლა მაგალითად ერთი ორგანი შემხვდა რომ პამპი არათუ ან ცუდი შეიძლება იყოს და მაგალითად პარალელი გავავრე მე რომ სამჭიდამდე ვარჯიშობდი მკლავჭიდზე რა და მკლავჭიდზე ვარჯიშის პერიოდში მკლავჭიდელი რო ვიყავი ძალიან ან ცუდი იყო პამპი. რატო? იმიტომ რომ ხელს ვეღარ წევდი რა. ერთი-ორჯერ ხელს რო გადაწევ სისხლით იტოვება მთელი კუნთი, მაჯის კუნთი, განსაკუთრებით წინამხრის კუნთი. და ეს თითის და მაჯის მომხრელი კუნთები და შესაბამისად
ისე მაგალითად გებერებოდა რომ ანუ ხელში ძალა აღარ ქონდა. შესაბამისად ვერ წევდი ხელს კარგად და ანუ აგებდი მარტივად რა, ანუ მალე გეღლებოდა ხუნტი. ანუ ეს იყო დაღლა და გადაღლა და შესაბამისად ანუ ეს დაღლა და გადაღლა იყო ცუდი ტონი, იმიტომ რომ კარგად ვეღარ ვარჯიშობდი მე, კარგად ვეღარ წევდი ხელს მე და ანუ ცუდი იყო ხელს გიშლიდა ვარჯიში. ის რომ მაგალითად კალჩიდელები დღესაც მაგალითად რა, ხელებს ზემოთ აწევინებენ, მასაჟსაც უკეთებენ, ზემოდან ქვემოთ ხელი ჩამოსმას, რომ ცისხლი მალე გავიდეს კონთი და რომ ცისხლის კონჩი დაყონება შეიძლება ამ შემთხვევაში შეიძლება რა ცუდია, იმიტომ რომ ხელს გიშლის მეტი ძალის გამომუშავებაში. ხო და ამიტომ რაღაცა განსხვავებული ინფორმაციას ჩემი რჩევა იქნება რაღაც განსხვავებული ინფორმაციას თუ მოისმენთ ან იმ ინფორმაციას რომელიც შენს წარსულ ცოდნას უგულებელყოფს რა ანუ ძალიან ცუდი ფაქტია ეს ჩვენთვის ჩემთვის მაგალითად რო რაზეც ვიცოდი, რასაც ვლაპარაკობდი, მეც ვქადაგებდი, რასაც მოსწავლეებს უხსნიდი, რომ ეს ინფორმაცია თურმე ყოფილა მცდარი და რაღაცა არასწორად საუბრობდი, ხო? ანუ ძალიან ცუდია, მაგრამ ამის აღიარება უნდა შეგეძლოს ეგ ერთი და რომ განვითარდე, უნდა შეძლო ამის აღიარება რა და უნდა შეძლო ამ ახალ რეალობაში გადასვლა. საკუთარ თავს უნდა მოვერიოთ. ჩემ შემთხვევაში ერთი მომენტი მქონდა მაგალითად რომ ანუ ტრენაჟორებზე მაგალითად ან ჰანტელებზეც ანუ კომპლექსურ ვარჯიშებზე და ტრენაჟორებზე თითქმის ყველა წონას ვიყენებდი და შესაბამისად პროგრესი სადღა განვიცადო ეგ იდეა და ეგ აზრი მქონდა ხოლმე და ეხლა ამ ახალგაზრდა ბიჭებს რო უყურებ ანუ ტრენაჟორი ხო შეიძლება სულ full stack-ს აკეთებენ კიდე ზემოდან წონას უმატებენ რა და შესაბამისად მეც მომიდა რომ ამ მიმართულებით რომ თუ თვლიდი რომ აი ბოლომდე განვითარებული ვარ და სო ჩემი განვითარება აქ დამთავრდა პირიქით ანუ ეხლა მიზანი მომცეს ახალგაზრდა ბიჭებმა განვითარების რა და უფრო მეტიც სწავლის და თქვათ ძველ რაღაცებსაც რომ მიუბრუნდე გუშინ მაგალითად ბიოქიმიის წიგნი გადმოვიღე და იქ რაღაცებს ვუკირკიტებდი და იმ ინფორმაციის დადასტურება მინდოდა ჩემთვის რომელსაც მაწვრთნიდა 15 წლის ბიჭი მაგარია ზა ხო და მეც ახლა რაღაცა და მიზანი და мотиваცია მომეცა რომ წონები კიდევ უფრო მზარდო ტრენაჟორებზე მაგალითად დაუმატო ზემოდან წონები და full stack-ს კი ვაკეთე, მაგრამ ზემოდან კიდე წონა დავათ. და მიზანი მომეცა იმის რომ კიდე შემიძლია განვითარდე, ამიტომ მადლობა ამ ხალხს და ვცდილობ რომ დავეწიო ამათ, ანუ ესენი მვითარებენ მე და მადლობა მე და გადავხადე ამ ხალხს. ეს ვარ მორჩი, ეხლა წვივებზე გადავალ და ეგ არის
ეგ არის ეს იქნება დღევანდელი ბოლო ვარჯიში და ბოლო ვარჯიშის ბოლო სეტი. ამით დავასრულებთ დღევანდელ ვარჯიშს. ძალიან დიდი ხანია ეს ვიდეო აღარ გადამიღია, ამისთვის მე მაპატიეთ არა და იდეაში წინა ვიდეოებში ჩავწერე და პირობა დავდე რომ ყოველი კვირის ბოლოს ვაპირებდი ვიდეოს დადებას, მაგრამ წინა დღეების მაგალითად კამერა მომქონდა და არ ვიღებდი, ან ბევრი ხალხი იყო რაღაც, ანუ მიზეზი ყოველთვის მაქვს რომ არ გადავიღო ხოლმე რა. შენ გადაღების მიზეზი თქვი თორე. ვცდილობ რომ ადეკვატურად ვივარჯიშო, რომ მაქსიმალური შედეგი გამოვიტანო ჩემი ვარჯიშებიდან, რაზე ფოკუსირებული აქამდე არ ვიყავი. მაგრამ ჰიპერტროფიაზე გაგიჟებულ ხალხს, ახალგაზრდებს განსაკუთრებით მინდა რომ ერთი-ორი პატარა რაღაცა რჩევები მოგცეთ. შეიძლება ხშირად ვარჯიშში, ცოტა სეტებში, ცოტა გამეორებებში 6-8-მდე, რასაც მე ვაკეთებდი ხოლმე მაგალითად იპოვოთ უფრო მეტი კუნთის ზრდა, მაგრამ კუნთის მაქსიმალურ ჰიპერტროფიაზე ნიშნულოვანი რაღაცებიც არსებობს პირველ რიგში ჯანმრთელობა და მათ შორის პირველ რიგში სახსრების ჯანმრთელობა. ის რომ მეცნიერებმა დაასკვნეს რომ მაგალითად ლექტრესის დროს ფეხი ბოლომდე რო გაშალო პრობლემა არ არის, მუხლს არანაირ ზიანს არ აყენებს და შენ ბოლომდე მიარტყი ესე და ეგეთი რაღაცები გააკეთე, ანუ არ გინდა, არ გირჩევ, მაინც რატო უნდა გარიზკო, ხო? მე მაგალითად მეჩვი ხოლმე ბოლომდე, მაგრამ მიწოლის დროს არ ვშლი. რა შეიძლება მივაწოდე დასვენების დროს გავშალო ბოლომდე, მაგრამ ეგრევე რომ ბოლომდე ჩავარტყა და ნუ არ ღირს არანაირად. ეგ ერთი, მეორე ჩემი აზრით რაღაცა რაოდენობით მაინც ჯობია, ეს არ არის მეცნიერულად დადასტურებული პრაქტიკა მეუბნება ამას რა, რაღაცა რაოდენობით მაინც კარგია თუ გააკეთებ მინიმალურად, მაგრამ მაინც შედარებით მეტ გამეორებას, 12 გამეორებას და 15 გამეორებაზე თუ ახვალ იშვიათად გააკეთე, მაგრამ რაღაც რაოდენობით, რაღაცა სიხშირით მაინც გააკეთე ხოლმე. იმიტომ რომ კუნთში უფრო მეტი სისხლი შევიდეს და ამაში ცუდი, ყოველთვის ცუდი ამაში ვერ იქნება ვერაფერი, იმიტომ რომ სახსნა კარგად ფუნქციონიროს და იქ მარტო კუნთი არ არის, ხო, კუნთთან ერთად იქ ფასი არის, იქ სისხლის მომარაგება, სისხლძარღვებია, პატარა წვრილი კაპილარებია, იქ ნერვული უჯრედებია და ამას ჭირდება კვება რა. ამ კვებას შესაბამისად რა მაქვს ამ უჯრედებამდე და საკვები ხო? სისხლი, სხვა არაფერს არ მაქვს. სისხლი და ნუ ლიმფაც კიდე რაღაცები გააქვს, მაგრამ სისხლი არის მნიშვნელოვანი. სისხლის შესრა ამ კუნთებში შესაბამისად. ეგ კიდე რა მე თქვა. ჰიპერტროფიის როგორც ვარჯიშობთ, ძალიან მაგრად ვარჯიშობთ და რესპექტი მაგითო. რამხელა წონებითაც ვარჯიშობთ, მაგასაც რო უყურებ, ძალიან მაგარია და მაგაშიც რესპექტი მოგყვებით. იდეალურად არ არის არაფერი მოწყობილი, არც ჩვენი ყოველდღიურობა მით უმეტეს ის science based რაღაცეები ეს არის იდეალურ მოწყობაში მიღებული შედეგები, სადაც იქ მონაწილეებს არ უწევთ სახში რაღაცეების კეთება, დაბარვა, მაგალითად, გათოხნა, რაღაცის აწევა. ეს ყველაფერი მოქმედებს შენს ვარჯიშზე, შენს კუნთის ზრდაზე და მხოლოდ დარბაზში არის ზრდება ხო კუნთი. და ანუ რო იზახიან იმასაც რომ კვება 80 და ვარჯიში 20 კუნთის ზრდისთვის ჩემი ფეხები კვება ბევრად ნაკლებს ნიშნავს ვიდრე ვარჯიშს და TikTok-ზე შევხვდა ეგ ვიდეოც და 100%-ით ვეთანხმები ჩემს პირად მაგალითზეც, რომელსაც სხვა დროს მოგიყვებით. ამიტომ კუნთის ზრდა ეს არ არის მხოლოდ ვარჯიში, იქ არის ადეკვატური დასვენება, ადეკვატური ძილი, მათ შორის რომ ჰორმონალური ბალანსი ყველაფერი ეს ფიზიოლოგიური პროცესები ყველაფერი კარგად წავიდეს. კიდე იქ არის ვარჯიშის იქეთ, დარბაზის იქეთ შენ სახში მაგალითად ყოველდღიურობა, ხო, ყოველდღიური რუტინა, აქტივაციის კოეფიციენტი, რასაც ვეძახით და რაც იზომება გარკვეულ ციფრებში და ის რომ მაგალითად ვიღაცის ყოველდღიურობა დარბაზის იქით არის დასვენება და ვიღაცის ყოველდღიურობა დარბაზის იქით არის მძიმე ფიზიკური შრომა, ანუ ეს რა თქმა უნდა შენს კუნთის ზრდაზე გავლენას მოახდენს. ამიტომ მაინც და მაინც მეცნიერებს მოაყვებით, ამიტომ არც მაინც და მაინც იმ ბილდერებს და იმათ აყვეთ და იპოვე შენთვის სწორი რუტინა, შენთვის სწორი
სეტების რაოდენობა, სწორი სიხშირე, რა სიხშირე თავარიჩო კუნთები კვირაში, სწორი გამეორებების რაოდენობა, იქიდან შენი ცხოვრებიდან და შენი ყოველდღიური უროვოიდან გამომდინარე და წარმატებას გისურვებთ ამ ყველაფერში. ეგ არის ეხლა ბოლო სამუშაო სეტი და კარგად იყავით. ეგ არის და ბოლოს კიდე მადლობა მათ ვინც ამ ინფორმაციას აზიარებთ ახალგაზრდა ბიჭები TikTok-ზეც და სხვა პლატფორმებზეც პირველ რიგში ქართველებს გიხდით მადლობა სულ 1-2 ადამიანია მათ შორის ჩემი ყოფილი მოსწავლე დათოც რომელიც ძალიან საინტერესო ინფორმაციას დებს ფიტნესის მიმართულებით თანამედროვე მეცნიერულად დასაბუთებულს და თავის ახსნებს და საყოლებს და ეს ადამიანები მაგალითად მე ხელს მისყობენ რომ განვითარდე და უბრალოდ ამ ადამიანებს არ აქვთ ის ბექგრაუნდი გულისხმობ პრაქტიკულ გამოცდილებას უბრალოდ ძირითადი თეორიული გამოცდილება აქვთ და ჯერ ახლა იწყებენ ვარჯიშს და იმ მცირე დროში რა დროშიც ეს ადამიანები შედეგებს დებენ ანუ მე მაგალითად მაგ დროში მაგხელა შედეგი არ დამიდია რა ამიტომ ვფიქრობ უნდა მოусმინოთ ამ ხალხს და ძალიან კარგ, საჭირო, საინტერესო და გამოსადეგ ინფორმაციას გვაძლევენ და მადლობა მათ.